საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ კალვათაში უკვე მეორე წელია ადგილობრივები 25 ოქტომბერს სათემო დღესასწაულს კალვათობას აღნიშნავენ. ბუდა მრთველი და ბარაკა ჩვენო ლამაზო კალვათა. აი ამ სიტყვებზე აგებული არის მუსიკა. სპეციალურად ამ დღისთვის სოფლის მკვიდრმა კალვათაზე ჰიმნი დაწერა. საგანგებოდ ამ დღისთვის ადგილობრივებმა კონცერტი გამართეს. ღონისძიებაზე საპატიო კალვათელი აირჩიეს. ვლადიმერ ჯორჯოლაძე ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობს. მისი ფინანსური მხარდაჭერით სოფელში მდებარე ღვთისმშობლის სახელობის ტაძრის აღდგენა მოხდა. წელს მეორედ აღინიშნება ჩვენ სოფელში. ჩვენ გასულ წელს საინიციატივო ჯგუფი შეიქმნა. სოფელს გავაცადეთ ჩვენი გეგმები, მოგვიწონა ყველამ, დავიწყეთ გასულ წელს და გასულ წელსვე დავადგინეთ, რომ მომავალი წლის და მომავალი ღონისძიებების დროს ყოველთვის აგვერჩია სოფელ კალვათის ერთი გამორჩეული მოქალაქე, რომელსაც მივანიჭებდით სოფელ კალვათის საპატიო მოქალაქეობას და გადავცემდით სპეციალურ მედალიონს. აი ასეთი მედალიონი გავაკეთეთ, შეიჭა ბატონი ვახტანგ ჟორჟოლაძის ძმა ვალოდია ჟორჟოლაძე, სწორედ მისი თაოსნობით სოფელში აშენდა, განახდა იმავე ფორმით, რა ფორმითაც ძველად იყო ეს ტაძარი, რამდენად სოფელმა მას დაუფასა ეს სამაგი და ამიტომაც ის პირველი ავირჩიეთ სოფელ კალვათის საპატიო მოქალაქედ. კალვათობას საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგებელი მალხაზ ბაზაძე ესტუმრა და თემს დღესასწაული მიულოცა. პირველი ნაბიჯებია იმისათვის, რომ მომავალ წლებში უფრო აქტიური ფართომასშტაბიანი გახდეს ეს დღესასწაული, ჩართულობა მეტი იყოს საზოგადოების, სოფელ კალვათის მცხოვრებლების, ერთგვარ ზეიმად ტრადიციად უნდა იქცეს და ჩართულობა არა მარტო ადგილობრივი მკვიდრის, არამედ უპრიანი იქნება და კარგი იქნება თუ სოფელ კალვათიდან წასულებიც ჩაერთვებიან. სოფლის დღესასწაულის გამართვის მიზანია სოფლისკენ საზოგადოების ყურადღების მიპყრობა და მის განვითარებაზე ზრუნვა. ნამდვილად კარგი ღონისძიება ჩატარდა. მე პირადად რძალი ვარ ამ სოფლის. კალვათა ძალიან მიყვარს, ძალიან უყვარს ჩემს შვილს და ძალიან კმაყოფილი ვარ დღევანდელი დღით. სოფლის დღესასწაული ადგილობრივი მკვიდრის პედაგოგ ამირან ჟალაძის ინიციატივით ეწყობა. მის იდეას თანასოფლელები უკვე მეორე წელია მხარს უჭერენ და ტრადიციის გაგრძელებას მომავალშიც აპირებენ.